ისე გაიქენ ჯუჯიგი ეხა ჩვენ რო დავამატეთ ფეხით სიარული და იგი რა ქვია დავიწყეთ. ბიჭო, აბა რა ძმაო, ხო რამდენიმე დღეა ხარ დიდი ხანი არ არის, მაგრამ სხვანაირად ხსნა. ჩატე ვარ, ბიჭო, ჩატე, ტიპოგის მურთივითა ვარ. ბუმბული, ბიჭო. ხო, ბიჭო, ფეხის კუნთები ახლა კაია, რო განვითარდება თორე, ხელის კუნთები ჩვენ განვითარებული ქონდა, ისედაც შეგენაცვალე საღამოობით ჩვენ ყანწებს თიხელას. რას მეუბნები შენ? აბა რა. კაი 2 წრე დავარდეთ, საგან ჩვენ ის. 2 წრე, ხო? ერთი 4 კილომეტრი გაგამოგვივიდა, უკვე. საკმარისი. დავისვარო, პატარა, მე თუ გეკნება თავი, გეგებიარო, თუ არა და სახში რო ზევიდე, ზმო დღევანდელი ნორმა მოგდებული გვაქვს მაგის დაცვატინე რა. დავიჯდეთ, აგერ პატარა დევისვარო. კეიღლები, მაგრამ სასიამოვნოდ ხარ ვიდე დაღლილი. ხაერი. ამას დაჯობია, მე ამოხვიდე, ხანა ვარჯიშო ხარ. ახლა ჯიჯიგია მითხარი მე შენ ექიმიკაცი ხარ და მაინტერესებს შენი აზრი. რატო გოჭრობს ახალგაც? რა ვიცი კაცო, ვინ არის ისე გეკითხები. რატო გოჭრობს ახლა მითხარი აბა ის გადაი. შეგენაცვალ, გეტყვი, ძმაო, აბა არ გეტყვი. შეგედე მომის მე ის კი არ მინდა რა ქვია. დაუსვა მამძუჯ დიაგნოზი. შეგედე მაგის დადის ახლა ხო? მაგის კოჭლობა გამოწვეული არის მენჯ ბარძაკის სახსროვანი სისტემის გაუმართავებით რა. იმიტომ რომ ის დამუშავებული ეხლა ის მურთულა. იმისი და მაგის ბრალია ისე დააბიჯებს მაგ. ბიჭო. რა შეერჩედო? ამ ხელა ექიმიკაცი ხარ და იმდენი წელია ექიმად მუშაობ. მე მგონი იმის ჰიპოკრატეს კლასელი ხარ და ასე შეჭედობა რა ვერ უნდა თქვა. მე შეხედე ბიჭო, დააკვირდი იმ კაცს. დააკვირდი ბიჭო, შეხედე იმ კაცს. მაგი არის ხერხემლის პრობლემიდან გამოწვეული ბიჭო. რას ველაპარაკები ბიჭო, ნუ იცი, გაჩერდი ბიჭო, ველაპარაკი, ნუ იცი, გაჩერდი ბიჭო. რა ფერდე იარება, ხო ხედავ ეკაცი ბიჭო, აგერ არის ეხ არ მინდა გამაგლავ თქვა. მაგი გეუნები არის სახსრის ამბავი, სახსრის პრობლემა ან მეორე ვარიანტი. ყველაზე ნაკლები ძირთად ეს ვარიანტი გონია. მეორე ვარიანტი არის რომ რევმატიული იმიდან გამოწვეულია რა ქვია. რევმატიული მაგი რა გაფიქრებია ბიჭო. რა რევმატიული ბიჭო. მაგი გეუნები დამიჯერე ხერხემლიდან გამოწვეული პრობლემა ან და მეორე 10% უშვებ ამას მეც არა. ფოტო სურათი რომ ამჭირდება ისეთი რა. ნახე რა ფერ არის. მაგი არის რაც ხა ტრავმა ქონდა მაგას ადრე და დაუტოვა იტრავა. გაჯები ბიჭო, მომისმინე ბიჭო. ახლა ტრავმატოლოგი კაცი ხარ, ექიმი ხარ, პროფესორი ბიჭო, გაბარია კლინიკის მაგ მიმართულება შეგენათოლო. მაგრამ რა ფერ უნდა თქვა ბიჭო, ახლა კაცი მაგის გადავაგე. გეუნე ბიჭო, რო შეხედავ, რო დააბიჯებს ბიჭო, კაცი არ ეთხოვ ახლა იმას მომკალი თუ გინდა ძმაო, რომ მაგი მენჯბარძაკის ამბავი არ იყოს რა. მართლა 5 ცენტიეს ხوارსია თუ არა ბიჭო, რასაც ვამბობ. რა ფერ ეკონომისტივით ლაპარაკობ? დააკვირდი. რა შუაში ეკონომისტი? აბა ექიმი მაგას არის სამაგერა და მაგნერი მედიცინაში არ ყოფილა. შენ ბიჭო რაზვალში უფრო კარგად დაუსვამს მიეგნოს ვიდრე შენ უსვამს ძმაო რაც მელაპარაკები შენ ახლა ეთყობა ძმაო კაცკო გეუნები ძმაო რანაირად გითხრა მეტი რა პერეს დადის ეთყობა რაც არის ძმაო. მოდი დაგეძლევდი მაშინ. დამრიზლავდეთ ძმაო. მოდი დავნიზლავდეთ. რაზე იყოს ის? რაზე იყოს და 30 კაციანი სოფრა ძმაო თელი ჩვენი გაყოფილება იგისრებს ფორმატს. კი ბატონო. წამოდი. ესა გამარჯობა მეგობარო. გამარჯობა. ესე იგი ბოდიშ გიხდით რა, რომ ესა ერთი შეკითხვა გვაქვს აგერ ახლა. ჩვენ ვართ ექიმები. ხო. ტრავმატოლოგები ვართ. ჩვენ და აგერ ახლა კამათობდით თქვენზე რომ რატო კოჭლობს ხო ამბობდით რა. რა ვერსიები ქონდათ რომ ვთქვათ? გეტყვით ბატონო ჩემო. მე მქონდა ვერსია რომ ხერხემლიდან გამოწვეული პრობლემა არის ესა და ამას ქონდა ვერსია მენჯბარძაკის სახსარია მოცვეთილის ამბავი რა. არც ერთი არა ხარ სწორი. ერთი არა ვარ. აბა რა და 10 თითი მაქვს ფეხზე. 10 თითი ყველას მაქვს. ყველას გაქვს, მაგრამ მე 7 მაქვს ერთზე და 3 მეორეზე და დავდივარ 100, ამიტომ რა ვაკეთებ? ანომალია.
სამომეძებია, წამოდი, ამკიბია. წამოდი. ამოდი, ვაი, შარა წამოდი, ვაი, არ მეგვეც ერთკენაც.